ჩვენს ეთერში სტუმრობის დროა, უნდა ვისაუბროთ იტალიურ-ქართული პროექტის მიქელანჯელოს შესახებ. მიქელანჯელო 25 ოქტომბერს 2025 წლის საუკეთესო ხელოვანს გამოავლენს. დაჯილდოვებამდე გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ქანდაკება, ასევე იქნება მხატვრობა. და ეს გამოფენა მოეწყობა იტალიელი და ქართველი არტისტების მიერ. ჩვენი სტუმრები არიან ღონისძიების ორგანიზატორები, გალერისტები დიანა რევაზიშვილი და ნინო რევაზიშვილი. დილამშვიდობისა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. როგორც ვიცით, ეს პროექტი უკვე 3 წელია ხორციელდება, ხო? მიქელანჯელოს მიმართულებით. როგორი იყო ეს განვლილი გზა და ზოგადად როგორ დაიბადა ამ პროექტის შექმნის იდეა? მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა 2023 წლიდან არსებობს და მიქელანჯელოს პროექტი წელს განხორციელდა 2025 წელს, მაგრამ მანამდე სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი. როგორც ვიცით, ფრიდა კალოს პრემია. პირველი იყო ჩვენი გამოფენა მშვიდობა. და შემდეგ ძალიან ბევრი პროექტი მოყვა. ბევრი გამოფენები გაიმართა. პირველი პროექტი იყო იტალიაში მონალიზას ღიმილი, შემდეგ მონალიზას ღიმილის შემდეგ დაიწყო იფიქრე როგორც დავინჩი პირველი საერთაშორისო პრემია ქართულ-იტალიური, შემდეგ ვენერას ხელოვნების დაჯილდოება იყო მეორე და ეხლა რიგით მესამე საერთაშორისო მიქელანჯელო წლის ხელოვანი 2025-ის დაჯილდოება გამოფენა გაიმართება, როგორც ახსენეთ თბილისი მარიოტში 25 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნებიან ქართველი თანამედროვე ხელოვანები, ასევე ემიგრაციაში მყოფი ქართველი ხელოვანები, როგორც იტალიაში, ასევე სხვა ქვეყნებში, ევროპაში და ამერიკაში მცხოვრები ქართველები, რა თქმა უნდა, მათი წარმომადგენლები ჩვენ ვიქნებით და მათი ოჯახის წევრები, ისინი არ იმყოფებიან საქართველოში. გაიმართება გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება. შემდეგ უკვე დაჯილდოების ფორმატი თვითონ არის მუსიკალურად გაფორმებული. შემდეგ უკვე იქნება პრემიის ლაურეატების დაჯილდოება, სადაც განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭებათ მიქელანჯელოს წლის წოდება 2025-ის. როგორი სტატუსია? ძალიან მაგარი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ იმის გარდა რომ ჯილდოვდებიან ეხლა ცოცხალი არტისტები, ასე ვთქვათ, ღვაწლმოსილი ოსტატები, რომლებიც აღარ არიან ცოცხალი და მათი შემოქმედება აგრძელებს სიცოცხლეს. ასეთი არის ერთ-ერთი ბატონი გივი სადაღაშვილი, რომელიც პრემიის ლაურეატი გახდება უკვე გარდაცვალების შემდეგ. მის შემოქმედება აგრძელებს სიცოცხლეს. ბატონი გივი სადაღაშვილი იყო ქართული თანამედროვე მჭედური ხელოვნების დიდი ოსტატი, რომელმაც განსაკუთრებული ფერები შემოიტანა მჭედურ ხელოვნებაში და წელს ჯილდოვდება თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეის ორგანიზებით ამ პრემიით. ძალიან საინტერესოა, ჩემთვის საინტერესოა რა იცით, რომ მონაწილეობის შესახებ რომ გითხრათ არტისტები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ ყველაფერში, როგორც ვიცით, არა მარტო ქართველები, არამედ თქვათ საზღვრებს გარეთ გასული ემიგრანტებზეც არის ხო საუბარი? რომ მეტი დეტალი რო გითხრათ ამის შესახებ. ქართველი სადაც ეროვნების ხალხიც იმიგრებს ეროვნების ხალხიც იღებს, რა თქმა უნდა, არა მარტო ეთნიკური უმცირესობებიც არიან, კი ბატონო. საქართველოდან და ასევე საზღვარგარეთ ვინც არის ის ადამიანები. ძალიან კარგი. ანუ ძალიან ფართო სპექტრია. თავარია იყოს ხელოვანი და თავარია იყოს არტისტი. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა და არც დისკრიმინაცია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, შეზღუდვები არ გააჩნია მაღალ ხელოვნებას. ექნება, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენ გამოფენებში. თუმცა ხდება მაინც შერჩევა ნახატების და ნამუშევრების. ასე რომ წინ როგორც ვიცით, კიდევ ძალიან ბევრი გეგმა გაქვთ, ხო? ასევე პარიზში გაიმართება ეს გამოფენა. თუ აპირებთ, რომ მომავალში სრულიად ევროპა მოიცვათ? თქვენი ამ პროექტით. რა თქმა უნდა, მიზანი სწორედაც ეს არის, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ყველას შეუძლია თავისუფალი ხელოვნების სივრცე სახელწოდება სწორედაც იმას მოიაზრებს, რომ განურჩევლად განათლების კუთხისა, რა თქმა უნდა, განათლება საჭირო აკადემიური ცოდნა ხელოვნებაში, მაგრამ აკადემიური განათლება აქვს თვითგანავითარა ნიჭი,
ყველა ხელოვანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გამოფენებში, თავისთავად ხდება ხელოვნების ნიმუშების განხილვა და შემდეგ უკვე რეგისტრაცია ხელოვანების. რაც შეეხება პარიზის გამოფენას, ნოემბრის თვეში მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ჩვენი მხრიდან ხელი და შემდეგ უკვე 2026 წლის აპრილის თვეში ქართველი ხელოვანების დელეგაცია გაემგზავრება პარიზში და მიიღებენ მონაწილეობას გამოფენაში. რომში სტუმრობდა ხო ქართული დელეგაცია როგორც ვიცით და გამოხმაურების შესახებ რომ საინტერესო არის. ივლისის თვეში 2025 წლის განხორციელდა მისია მიქელანჯელო, რომელიც ჩატარდა რომის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში პალაცო ველში და ძალიან წარმატებით ჩვენს გამოფენას ხსნიდა ქალბატონი ვალერია ცირონე, იტალიაში ცნობილი ხელოვნებაცოდნე, რომელმაც ჩვენი მისია მიქელანჯელო გახსნა და სწორედ ეს მისია კარგად განხორციელდა და ჩამოვიდა საქართველოში და მიქელანჯელოს პროექტს უმასპინძლებს ახლა 2025 წლის 25 ოქტომბერს თბილისი მარიოტში. დიახ, აქვე უნდა ვახსენოთ ემიგრანტები და მათი შემოქმედება, რომელსაც ძალიან უწყობთ ხელს. აი ამ მიმართულებითაც რომ მოგვიყვეთ, როგორ მიდის თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებში, ასე ვთქვათ, მიმოფანტულ ჩვენს ძალიან საყვარელ მამულიშვილებთან, როგორც ხელოვნების მიმართულებით. ჩვენ ახლა როგორც ასეთი ვართ ონლაინ პლატფორმა პირველ რიგში, შემდეგ უკვე სივრცეში გადაგვაქვს ეს ყველაფერი. რეგისტრაცია და დაკავშირება ხდება ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით. დიახ. Free Art Space Gallery ესე არის სოციალურ ქსელში. ვიკავშირდებიან ემიგრანტები, იმიტომ რომ ყველა ემიგრანტს მაინც დიდი სურვილი აქვს, თუნდაც საქართველოში ან საზღვარგარეთ მიიღოს მონაწილეობა. და ამის შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია, ნამუშევრების შეფასება და გამოფენა. დიახ. ესე იგი, მე ხა გამიჩნდა კითხვა, რომ ჯილდოებზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ ნაწილობრივ, თუმცა რაოდენობასაც აქვს ხოლმე მნიშვნელობა, იმიტომ რომ мотиваცია რომ მქონდეს ადამიანებს, არტისტებს ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, ჯილდო ხდება მათი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნებაში და თავისთავად ლიმიტირებული არის, ესე არ ხდება, რომ ჩვენ ბევრი ჯილდო გვინდა. მიქელანჯელოზე არის განსაზღვრული ლიმიტი, ვენერას ხელოვნებაზეც იყო პირობითად 25 იყო, იფიქრე როგორც დავინჩზე და ეს არის ლიმიტირებული, ეს არ არის დიდი რაოდენობა. ასე რომ ეს არის ლიმიტირებული, თავისთავად მთელი წლის მანძილზე ხდება რეგისტრაცია, შერჩევა, განხილვა მათი პორტფოლიოსი და ამის საფუძველზე ხდება უკვე დაჯილდოება და ეს არის თავისთავად დიდი აღიარება, მათთვის დიდი мотиваცია არის ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისთვის და მიქელანჯელოს პრემია, რაც ჩამოდის იტალიიდან, ასე ვთქვათ, ბიუსტი მიქელანჯელოს ქანდაკება, მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, დატვირთვა, კონცეპტუალური დატვირთვა და თავისი ახსენეთ, მიქელანჯელო ტარდება წელს პირველად ამ სახელწოდებით. მანამდე იყო მონალიზას ღიმილი, კიდე სხვა სახელწოდებებით, ხო. მიქელანჯელოს პრემია მომავალ წელსაც მიქელანჯელოს პრემია სახით იქნება წარმოდგენილი თუ ისე შეიძლება. ყოველ წელიწადში ერთხელ, ანუ ყოველ წელიწად გამოშვებით სხვადასხვა პრემია არის წარმოდგენილი. დავინჩი გამეორდება მომდევნო წელს სხვა კონცეფციით. სხვა კონცეფციით არის, უბრალოდ კონცეფციები იცვლება ამ შემთხვევაში. შემდეგ იქნება როგორც არის ვენერა თანმიმდევრობით და შემდეგ ისევ მიქელანჯელო. ეს არის პერიოდულად დაახლოებით 3 წელი გამოდის სხვაობა თითო პრემიის წარმოდგენის. დიახ, კიდე მაინტერესებს თუ თანამშრომლობთ თქვენი მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან საზღვარგარეთ. და როგორია აი ეს თანამშრომლობა, რომ მოგვიყვეთ? რა თქმა უნდა, თანამშრომლობა. რას მოიცავს ეს თანამშრომლობა? პირველ რიგში გაცვლა ხდება ჩვენი კულტურული ასე თქვათ კულტურების ხდება დიდი ურთიერთობა არის, იქიდან ინტერესი არის წამოსული. ახლა მაგალითად ჩვენ სადაც ურთიერთობდით იტალიაში დიდი ინტერესი იყო ქართული კულტურის მიმართ. ნამუშევრები, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ჩვენი ხელოვანების იყო ძირითადად დატვირთული ქართული мотиваციით და ამან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ეხლაც რასაც გეგმავთ პარიზში, ფრანგული მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, ასე ვთქვათ, ქართულ თემატიკას ინტერესებული. უნდათ გაიცნოთ ჩვენი კულტურა.
ანუ ქართული კულტურის და ქართული არტისტების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. კი, და ეს გაცვლაც ხდება ინფორმაციების, მათაც უნდა ჩვენთან ჩამოსვლა, მათაც უნდა ჩვენთან ურთიერთობა და ჩვენთან გამოფენა და ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის ფარგლებში. კარგად მზად და თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფერს უმასპინძლოთ, გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს. წარმატებას უსურვებთ. ერთი კითხვა უნდა დავასვა, იმიტომ რომ მე ყოველთვის მაქვს ხოლმე, როდესაც ვთქვათ, კონკურსში ვიღებ მონაწილეობას თუ რაიმე ფესტივალი არ აქვს ამას მნიშვნელობა, სადაც შერჩევა ხდება, იქ მნიშვნელოვანი არის ხოლმე ვიცოდეთ აი როგორ ხდება აი პროცესზე რომ ვისაუბროთ შეფასება როგორ ხდება მე აქვე მინდა რომ შეგახსენო რომ უკვე 9 საათი სრულდება მოამბე უნდა შემოგვიერთდეს და თუ შეიძლება რომ სწრაფად გვიპასუხოთ ამ შეკითხვას. შერჩევა ხდება, ნამუშევრებს გვიგზავნიან ხელოვანები და შემდეგ უკვე რეგისტრაცია ხდება, მასალები მუშავდება, მომზადდება მონაწილე ხელოვანის პუბლიკაცია, აიტვირთება სოციალურ ქსელში, მანამდე ხდება პოპულარიზაცია და პრომოუშენი და შემდეგ უკვე იფინება მნახველმაც უკვე იცის მანამდე ვინ რეგისტრირდება და ვისთან მოდის გამოფენაზე. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს ფანტასტიკურ საქმეში და სიახლეებით გელოდებით, რა თქმა უნდა, ჩვენს ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ღონისძიების თანაორგანიზატორები, გალერისტები დიანა რევაზიშვილი და ნინო რევაზიშვილი.